ორგანიზებულები უნდა გავხდეთ იმიტომ, რომ ცხოვრებისგან მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი და სიამოვნება. როდესაც არაორგანიზებული ადამიანი მაშინ საკუთარ ენერგიას, საკუთარ საზრის, საკუთარ არსებობას ძალიან ხშირად ფლანგავს. შესაბამისად, შენ აი კრეატიულიც კი ვერ იქნები თუ ორგანიზებული არ ხარ რაღაც დონეზე. აი ჩვენ ხო წარმოგვიდგენია ესე რომ მხატვრები, ხელოვანი ადამიანები, მუსიკოსები და ასე შემდეგ არ არიან ორგანიზებული ადამიანები. სინამდვილეში ისინი არ არიან კონვენციურად ორგანიზებულები, როგორიც მაგალითად ჩვენ ვართ, როგორებიც ვართ სამსახურში, კორპორატიულ სამყაროში და ასე შემდეგ. ისეთი ფორმის და დონის ორგანიზება მათ არ აქვთ. მაგრამ მათი გონება არის საერთოდ სხვანაირად ორგანიზებული, ესე ვთქვათ, მუსიკის ნოტების დონეზე, მათი გონება ჩვენს გონებასთან შედარებით გაცილებით უფრო ორგანიზებულია. იმის თქმას ვცდილობ, რომ აი შემოქმედებითი ადამიანიც კი, რომელიც გონია, რომ არაორგანიზებულია, პირიქით არის იმდენად ორგანიზებული, რომ იმის იქით არ შეიძლება. იმიტომ რომ შეუძლებელია ორგანიზების გარეშე შექმნა და შეინარჩუნო და განავითარო შედევრები, რომლებსაც ისინი ქმნიან.